მოგესალმებით მეგობრებო ყველას. მინდა დღეს შემოგთავაზოთ ასეთი გაშლა. ექსპერიმენტად მოვიფიქრე, სიმართლე გითხრათ და გადავწყვიტე. როდესაც წყვილი ერთობლივად იწყებს თანაცხოვრებას, ასე ვთქვათ, მეუღლე არის, არ არის ხო, რა მნიშვნელობა აქვს პირობითად, ყველაფერი კარგად არის, მაგრამ უცებ იცვლება სადღაც ერთვეში ყველაფერი. იმედია და ეჭვიც არ მეპარება მაგაში, რომ ნამდვილად ყველას აინტერესებს და მეც, რა თქმა უნდა, მოდით ვნახოთ რეალურად ამ პიროვნებას რა გრძნობები ამოძრავებდა თქვენ და მე, როდესაც ერთი თვის განმავლობაში არის ყველაფერი კარგად და შემდეგ კი იცვლება. მოდით ვნახოთ ამ პიროვნების, ჩაიფიქრეთ პიროვნება, კონცენტრირდით მასზე და ვნახოთ ამ პიროვნების რეალური განზრახვა რა იყო თქვენ და მე, რა ამოძრავებდა ამ პიროვნებას პირველადვე, ანუ თავიდანვე, პირველივე შეხვედრისთანავე თქვენთან ურთიერთობისთვის რა мотивация ჰქონდა. მეგობრებო, მოდი დავიწყებ იმით, რომ თქვენ ამ პიროვნებისთვის მართლა მოკაშკაშე ვარსკვლავი ამოხვედით, საკმაოდ ეს პიროვნება იყო და არის ცოტა, როგორ გითხრათ, გაუწონასწორებელი რა თვალსაზრისით ნახეთ, ამბობს ერთს, აკეთებს მეორეს. ხშირად ქვეცნობიერში ძალიან დიდი გაურკვევლობები აქვს, ასევე არის მანიპულატორი, მეგობრებო, ვინაიდან ნახეთ, თქვენი ურთიერთობა ბევრ თქვენთაგანთან არის ქორწილი. ქორწილი, ანუ გამარჯვება, რას ნიშნავს, ხო? არის მაინც აუცილებელი არ არის, ხო, რომ იყოს ქორწილი. ბევრი თქვენთაგანი წყვილი უკვე ერთად ცხოვრობდით, ან ცხოვრობთ კიდევ, მაგრამ უცებ თავზე ჩამოიშალა ყველაფერი. რადგან ეს პიროვნება არის მანიპულატორი. და რატომ მოხდა ეს? მოდით ვნახოთ ახლა ეს რატომ მოხდა. ჩემო კარგებო, ამ პიროვნებას მართლა უყვარდით და ახლაც სიყვარული ამოდის იმის მიუხედავად, რომ არის მანიპულატორი. მოდით გეტყვით, რომ ყველაფერი შეიცვალა აქ უკვე სხვა ქალბატონის გამო და ვინ არის ეს ქალბატონი, ვნახოთ. ეს ქალბატონი, ჩემო კარგებო, არის არაშორეული, შესაძლებელია ცხოვრებდეს ოჯახში, შესაძლებელი არის, ქალი მე არ გულისხმობ, აქ უკვე სამკუთხედ, ჩემო კარგებო, აქ არის ენა, უკვე ენებს აქვს ადგილი, როდესაც ადამიანი არის ენის ამყოლი, სხვებს უჯერებს, ხშირი კონფლიქტი, გაურკვევლობა, უკვე არის დეპრესია, როგორ მოიქცეს, რა გააკეთოს, არ იცის, ეს ყველაფერი სულ კონფლიქტები გაუთავებელი, მით უმეტეს ეს პიროვნება არის ძალიან მაჩხუბარა, რომ თქვათ, ნახეთ, უცებ წონასწორებიდან რომ გამოდის, უცებ რომ გადადის ყვირილზე, შესაძლებელია ხელითაც შეგეხოთ, ჩემო კარგებო, ეს პიროვნება არის ზუსტად ასეთი. ახლა რა ხდება, ნახეთ. ამ ეტაპისთვის ზოგი თქვენთაგანი ხარ დაშორებულები. გასულია პიროვნება ურთიერთობიდან, არის ძალიან გაბრაზებული, მაგრამ ჩემო კარგებო, ამ გაბრაზებას, ამ ყველაფერს კიდევ გიმეორებთ. აქ არიან სხვა პიროვნებები ჩართული. აქ არის არ გამოვრიცხავ მაგიური ზეგავლენაც იყოს უკვე სხვების მხრიდან. სერიოზულად მუშაობენ ამ თემაზე, რომ თქვენი შერიგება არ მოხდეს. ეს პიროვნება არის ძალიან დეპრესიაში, ძალიან ცუდად არის, ჩემო კარგებო, მართლა ცუდად არის.
ხმლებში ამოდის პიროვნება მთლიანად. მოდით ვნახოთ, კიდევ ვიცით რა, ეს მამაკაცი, ხო, თუ ქალბატონი ვის ჩაიფიქრეთ თქვენ ჩემოკარგებო, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს? მიხვდება, რომ თქვენ სჭირდებით და თქვენ მისთვის ყველაფერი ხართ? მეგობრებო, ეს პიროვნება მიხვდება, ნამდვილად მიხვდება. მას მოაწვება ნოსტალგია იმისი, რომ უნდა ოჯახი დგას, ახლაც დგას და გზას გაყურებს. თქვენ მისთვის ჩემოკარგებო ხართ ნამდვილი იმპერატრიცა, ქალი, ქალღმერთი. მას უთქვენოთ, მართლა არ შეუძლია, ძალიან ენატრებით, მართლა ძალიან უყვარხართ, დიდი გრძნობა იხატება ამ ყველაფერში, მაგრამ კიდევ გეუბნებით, აქ უკვე დამხმარე ძალები მუშაობენ თქვენს დასაშორებლად. ნახეთ, ამოგვივიდა სიკვდილი, ამოგვივიდა ჩამოკიდებული ეს კაცი რას ნიშნავს? ნახეთ, ფიქრობს, ყველაფერი დამთავრდა, ტრანსფორმაციაში არის პიროვნება, ცდილობს ყველა მხრიდან შეაფასოს ყველაფერი, მაგრამ თქვენ მისთვის ხართ, ნახეთ, პენტაკლების დედოფალი. ამ პიროვნებას თქვენს მიმართ ფინანსური мотивациაც ხომ არ ამოძრავებ და ვნახოთ, აბა ჩემოკარგებო, ესეც ვნახოთ. აქ იყო ცოტა ფინანსური мотивациაც, მაგრამ ამ ყველაფერს ძალიან ნანობს, მაგრამ თქვენ უფრო ნანობთ. თქვენ უფრო მეტი გაქვთ გასავალი ამ პიროვნებაზე დახარჯული, მიცემული, ვიდრე მას თქვენზე და ეს ძალიან განერვიულებთ, მაგრამ მართლა სერიოზული გრძნობა იყო თქვენ შორის ჩემოკარგებო და მოდით კიდევ ერთი კითხვას ანუ ტაროს ვკითხოთ რჩება, თქვენ როგორ მოიქცეთ ამ პიროვნებას თუ კიდევ გჭირდებათ დაელოდოთ, როგორ მოიქცეთ? ჩემოკარგებო, ეს პიროვნება დაბრუნდება, აუცილებლად მოვაპატიებას გთხოვთ, შერიგებას გთხოვთ, მაგრამ ნახეთ, იცით როგორი ფორმით მოვა? არ გეგონოთ თავდახრილი რაღაც მუხლებზე დაგიჩოქოთ, არა, აქეთ იცით შესაძლებელი არის, რომ შეტევაზეც გადმოვიდეს, მაგრამ ეს შეტევა, ასე რომ ვთქვათ, კიდევ მანიპულაციის დონეზე იქნება, იმიტომ რომ თამაში იქნება ეს ყველაფერი ჩემოკარგებო, დამიჯერეთ, მაგრამ ეს ურთიერთობა მაინც და მაინც მყარი არ ჩანს, ვინაიდან აქ ჩვენ უკვე პაჟი ამოგვივიდა. უნდა პიროვნება შეცვლა, ყველაფრის, აი ნახეთ, კიდევ დაიწონაში არის, როგორ მოიქცეს რა ქნას, მაგრამ თავისი აზრი არ გააჩნია. ეს პიროვნება არის სხვისი ზეგავლენის ქვეშ, აქ არის სერიოზული მუშაობა, კიდევ გავმეორდები, მეგობრებო, და არის ასევე უკვე ენის ამყოლი პიროვნება. არ იცის როგორ მოიქცეს, ენატრებით უნდა თქვენი ნახვა, ხან როგორ გითხრათ, პირქვი არის დავარდნილი, პირის განიცდის უთქვენობას ძალიან ენატრებით მისთვის თქვენ ერთხების დედოფალი ხართ, რაზეა საუბარი, მაგრამ პიროვნებას იმის მიუხედავად, რომ ნახეთ, შორიდან გიყურებთ, გადევნებთ თვალს ყველანაირად, არ იცის როგორ მოიქცეს. და რჩევა მხოლოდ ის არის, რომ თქვენ თვითონ არ შეეხმიანოთ ამ პიროვნებას, ამ ურთიერთობაში არის უკვე ჩემოკარგებო კარმა არის ჩართული, დამიჯერეთ, კარმული არის ეს ურთიერთობა მეტნაკლებად, რაც გამოიკვეთა ამ გაშლაში და დაელოდეთ, როგორც განვითარდება მოვლენები, ესე იგი სწორედ ისე უნდა განვითარებულიყო. ეს იყო